Გამარჯობა ყველას და დღეს ამერიკიდან ჩამომიტანეს Feast-Table-ის შოკოლადები Mr. Beast-ისგან და დღეს სამივეს დავაგემოვნებ. გემრიელესი იქნება, დარწმუნებული ვარ. ერთ-ერთი მათგანი გასინჯული მაქვს ეს Milk Crunch-ი საქართველოში ვიყიდე და ესაა ჩემი საყვარელი შოკოლადი. და დავიწყოთ ამითი. ისინი მინდა გავსინჯო. შოკოლადი ყველა მიცის, რომ ესე გამოიყურება, ხო და გავსინჯოთ, რა. როგორი გემოიქნება. ცოტა შევჭამ, დიდად არ მიყვარს მე შოკოლადი. და გადავაგემოვნე როცა დავაგემოვნე პირველად შორთით ან გადავიღე. შეუფასო 9.5 და დავფიქრდი და რა ვიცი, ამაზე გემრიელი შოკოლადი არ გამისინჯავს და არ არაფერი წუწუნი არ მაქვს ფასის გარდა. ეს სამივე დაჯდა $22. ხო. გადავიტანთ Milk Crunch-ი აქედან, შემდეგი მოდის Milk Chocolate. ეს ბოლოს დავტოვოთ. ჩვეულებრივად გამოიყურება. ალბათ როგორც Milk Crunch ისეთი იქნება, ოღონდ ხრაშუნე არ იქნება ის რაღაც ჯანდაბე რაც ახრაშუნებს, ეგ არ იქნება დამატებული, მაგრამ ეგ უკეთებს კარგ გემოს Milk Crunch-ს. თუ ვერ გაიხსნა. ისევ იგივე, დიდი არაფერი. გავსინჯოთ. ოპა, იდეალურად მოვტეხე ერთი ფილა. 9-და არ ხრაშუნებს, თორე ისე მაგარი გემრიელია, გეუბნებით. სასწაული. Milk Crunch-ის გემო აქვს, ოღონდ რაღაც ხრაშუნები რო აქვს დამატებული, ეგ უფრო უკეთეს გემოს უხდის. რა ვიცი, ჯერ არაფერი არაა ცუდი რა, რაც ფასის გარდა ამაში, შვენიერი შოკოლადები. ძალიან გემრიელი. წუწუნი 0 ამაზე, საერთოდ. ძალიან კარგი შოკოლადია. დარჩა ბოლოს შოკოლადი. რისი გასინჯვამდე ხანს მინდოდა მთელი ჩემი ცხოვრება, რომ გამოსვლის მერე. ხო და დავაგემოვნოთ. გავხსნათ თეთრი შოკოლადი. ეს ორეო არის? ოჰაიოს ორეო ხატია. და შეჭამოთ, მალე გაიხსნა. ოპა, უკვე ხედავ რომ თეთრი. ეს უკვე ძალიან განსხვავებულად გამოიყურება ნამდვილად. ვიდრე ეგენი, ხალხო. ახეთ. ოღონდ უკან რაღაც ფორმები, დეფორმაცია აქვს, მაგრამ ხედავთ აქ. რითი მივანათო რა, ანუ ხედავთ ისე, ეგენი რო არის, ალბათ ეს თვითონ ორეოსნაირი ისა, აბა ვნახოთ, გავტეხო. რაღაცა არიგი. არ ხრაშუნებს. ძალიან კაია. 8.5-დან დიდად გემრიელი, მთლად ძალიან გემრიელი არაა. მაგრამ კაია. $22 გადახდა, მთლად არ ხირდა ამ სამივე შოკოლადში. მაგრამ გადავიხდიდი $18 მაქსიმუმ. გემრიელესია. ხო და
შედეგების შოკოლადების. მესამე ადგილზე გავიდა Feastables Cookies and Cream. მეორე ადგილზე გავიდა Milk Chocolate და პირველზე საუკეთესო შოკოლადი ამ დედამიწაზე რაც არსებობს Milk Crunchy. უგემრიელესი, უკეთეს ვერაფერს ვერ გასინჯავთ დარწმუნებული ვარ. დუბაის შოკოლადი კი გასინჯული მაქვს, ოღონდ ფეიკები, მაგრამ იქ ისინი ძალიან ხრაშუნა და გემრიელები იყვნენ. მაგრამ უგემრიელესი, ძალიან კაი შოკოლადები, უმშვენიერესი. მთელი ცხოვრება რო შევაქო, არ ვიცი, აი საკმარისი არა, ძალიან გემრიელია. და ეხა ნუ იტყვით ეხა დედამ ნერვიულობ, ამდენი ფული ტყუილად გადავყარო და იქნება არ მომეწონოს. აი სიმართლეს გეუბნებით მოგეწონებათ, სასწაულია. და ისე მე არანაირ რეკლამას არ ვაკეთებ, ეხა რო იფიქროთ რა. რო დავაგემოვნე რა. გემრიელესი შოკოლადები, სამივეს ერთად ვუწერ. ნუ აი ამან ჩაშალა 10-იანი რო იყოს თლად, მაგრამ 9.5-10-დან იდეალური შოკოლადები. შვენიერი. ძალიან კარგი. და თუ Mr. Beast-ი თქვათ, ნახავს არხს და შეხედავს ამ ვიდეოს. შეიძლება არა სიმართლე მართლა ქართული არის ის რაღაცა, მაგრამ ეგ მომენტი იქნება გავრცელდეს. Mr. Beast, it's best chocolate in the world. It's best. საუკეთესოა. საუკეთესო. რა ვიცი, ესე გემრიელად შოკოლადი ცხოვრებაში არ მიჭამია. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენთან იყო ანდრია ჯიჯი, კარგად.